კიდევ ერთი ამბავი გვაქვს საქველმოქმედო ამჯერად 2016 წლის 7 დეკემბერს სასტუმრო Radisson Blu ივერიაში გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტის მოზარდიდას დასრული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის მეორე საფეხურის სასწავლო, სარეაბილიტაციო ინკლუზიური კომპლექსის შენებლობა. პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Radisson Blu-ს 65 გენერალური მენეჯერი, რომლებმაც ფინანსური წვლილი შეიტანეს ამ ცენტრის შენებლობის საქმეში. დღეს ოფიციალურად გაიხსნა ჩვენი ვებგვერდი, ელექტრონული ვებგვერდი autism.org, რომელზეც განთავსებულია დონაციის კლავიში და აქ ჩარიცხული თანხები. მთლიანად მოხმარდება ჩვენს ახალ ცენტრს, რომელიც 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის შენდება და მინდა ძალიან დიდი სიამოვნებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დღეს Radisson Blu ივერიაში საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Radisson Blu ივერიას 65 ქვეყნის წარმომადგენელი პირველ სასტარტო ჩარიცხვას განახორციელებს. მიუხედავად საქართველოს აუტიზმის ასოციაციის ძალისხმევისა მოზარდიდან მოზრდილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება სრულიად აუთვისებელი პოტენციალია ქვეყანაში და მეტ აქტივობას საჭიროებს სახელმწიფოს, კერძო სექტორის თუ საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამიტომ სასტუმრო Radisson Blu ივერია იქნება პირველი კომპანია, რომელიც დაიწყებს საქველმოქმედო აქტივობას აუტიზმის ასოციაციის მიერ წამოწყებული პროექტის მხარდასაჭერად. აშენდეს სარეაბილიტაციო და მოსამზადებელი კომპლექსი ქალაქში. ჩვენ გსურს მოუწოდოთ სხვა კომპანიებსაც, რომ გააქტიურდნენ, რათა ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო ყველასათვის.